მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდით შემდეგი ვიდეოთი და დღევანდელი ჩვენი ვიდეო იქნება UFC 330-ის ბეტინგ განხილვა. თავიდანვე ვიდეოს დასაწყისშივე შეგახსენებთ, რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი თუ არ გაქვთ გამოწერილი და დამიწერეთ კომენტარები. სანამ უშუალოდ ამ კვირის ვიდეოზე გადავალთ, ცოტაოდენი მინდა რომ ვილაპარაკო წინა ქარდის ბილეთებზეც და პატარ-პატარა ახალი ამბებიც მინდა გითხრათ. პირველ რიგში ის მინდა გითხრათ, რომ გავაკეთე საიტი რა ის პლატფორმა, წინა ვიდეოში ჩემი წინა ბეტინგ ვიდეო ვინც ნახეთ, რა პლატფორმასაც ვეძებდი, გავაკეთე მოკლედ, ჩავყარე ჩემი ბილეთები, გასული კვირების ბილეთები, ყველაზე ძველი ბილეთები, რაც ვნახე, UFC 330-ის იყო, კონორი ჰოლოვეის კარდიდან და მაგ კარდიდან მოყოლებული აწი, რა ბილეთებსაც გავაკეთებ ხოლმე ყოველ კვირა, რამდენი ბილეთის მექნება გაკეთებული, არ აქვს მნიშვნელობა, მოგებული იქნება თუ წაგებული, ყველას ავტვირთავ მაგ პლატფორმაზე და გექნებათ საშუალება ნახოთ, რა ბილეთები გავაკეთე, როგორ გავაკეთე და როგორ წამოვიდა. ამ საიტის ლინკი ახლა აღწერაშია, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ UFC 330-დან მოყოლებული ყველა ბილეთი, რაც მქონია. მეორე ამბავი ის არის, რომ დაიწყო დანავაითის კონტენდერების სერიები. ამ კვირას იყო პირველი კვირა, თუ არ ვწდები, სადღაც ოქტომბრის შუა რიცხვებამდე იქნება. ყოველ კვირას იმართება 4 შაბათს გამთენიისას საქართველოს დროით, სადღაც 3-4 საათზე იწყება ხოლმე. შეძლებს დაგვარად ჩაუვждები სულ, ასევე გავაკეთებ განხილვებს და მექნება ხოლმე ლაივი, მაშინ როცა 4 შაბათი დღე თავისუფალი მექნება, იმიტომ რომ გათენება მიწევს და ამიტომ ფიზიკურად ყოველ კვირას ვერ შევძლებ, მაგრამ როცა შევძლებ, ამას გაგაგებინებთ ხოლმე და თქვენს თუ გექნებათ საშუალება, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ შემოხვიდეთ ლაივში და ერთად გავწუროთ ჩხუბები. ამ კვირას კონტენერების პირველი კვირის პრედიქშენები ვერ გავაკეთე დროის უკმარისობის გამო, მაგრამ შემდეგ კვირას ძალიან მაგარი კარდი გვაქვს, თან მაქვს დრო, რომ გავაკეთო, რომ ჩაუვждე, გადავხედო მებრძოლებს, მათ თეიფებს უყურო, წინა განვლილ ბრძოლებს და გავაკეთო პრედიქშენები, ამიტომ შემდეგი კვირისთვის პრედიქშენების ვიდეოც იქნება და ლაივშიც ვიქნები ჩხუბების დროს. თან მაგარი კარდია ძალიან ნამოფაზილი კაიკ ბრიტოს მთავარი ჩხუბით, კიდე ერთი გამოსარჩევი მებრძოლი არის მაჰამედ ალი, რომელიც ივო ბარანიევსკის წინა წელს ეჩხუბა ზუსტად კონტენდერების სერიაში, ეხლა მეორე შანსს აძლევენ და სხვა კიდე კაი ჩხუბებია, სულ არის 5 ჩხუბი, არ არის დიდი კარდი და ჩაუვждეთ ამასაც მოკლედ. მე ძალიან მიყვარს კონტენდერების სერიები 2019 წლიდან მოყოლებული, სულ უზივარ ხოლმე და აქედან ვარჩევ ხოლმე პროსპექტებს UFC-სთვის, ძალიან ბევრი მებრძოლი, ვინც ეხლა UFC-ში უმაღლეს დონეზე არიან, ყავს ნანახი ზუსტად კონტენდერების სერიებში და მაქედან მოყვები. თან ძირითადად სულ ბენგერი ჩხუბებია ხოლმე, იმიტომ რომ ყველა ცდილობს, რომ ამ ჩხუბში თავისი მაქსიმუმი ჩადოს, რადგან მოგების შემთხვევაში დიდი ალბათობით მიიღებენ UFC-ში საგზურს. ეს მეორე ამბავი და კიდევ ერთი ამბავი, რაც არის, გადავწყვიტე გავაკეთო ტელეგრამის დახურული ჯგუფი, სადაც ჩემი community აქ ვინც ვართ YouTube-ზე, შეგიძლიათ გადმოხვიდეთ და იმ ჩატში ახალი ნიუსები რო იქნება ხოლმე ბრძოლებზე, ვილაპარაკებ ხოლმე იქ და აი მაგალითად თუ როცა პრედიქშენების ვიდეოს დავდებ თქვათ და რომელიმე მებრძოლი ამოვარდება ჩხუბიდან და ახალი მებრძოლი ჩაждდება, მაგაზე ხო არ მექნება ნალაპარაკები და ზუსტად იმ ტელეგრამის ჩატში გავაკეთებ იმ ახალი მებრძოლის ანალიზს და რა თქმა უნდა ასევე მთლიან მატჩაპზე ვილაპარაკებ რა როგორ მგონია. მე მგონი საინტერესო უნდა იყოს, თან ბევრი მწერს ხოლმე რაღაც ახალი ჩხუბი რო ემატება კარდზე ან მებრძოლი რო ამოვარდება, რას ფიქრობო, მეკითხებიან ხოლმე და იმ ჩატში ვინც იქნებით, მანდ ვილაპარაკებ და გექნებათ საშუალება რომ ნახოთ. ეს იქნება ერთი ჯგუფი ჩვეულებრივი, სადაც ყველა შეგიძლიათ აბსოლუტურად რომ დაემატოთ და ვაპირებ გავაკეთო მეორე დახურული ჯგუფი, სადაც subscription-ი იქნება ფასიანი, ერთთვიანი subscription-ი იქნება და იმ შემთხვევაში თუ შეიძენთ ამ ჩემ subscription-ს, ავტომატურად ყოველ კვირას რა ბილეთებიც მექნება, ავტომატურად ჩავყრი იმ ჩატში და შეგიძლიათ ადვილად გადაწეროთ მე ჩემი ბილეთები, ან აიღოთ ის პოზიციები, რაც განსაკუთრებულად მოგწონთ. ეს უფრო ადვილი ამბავია, მაინც ძირითადად ყოველ კვირა დონაციები ქისაჯიზე რაც შემომდის ერთი და იგივე ადამიანებისგან ძირითადად და მაინც თუ აი ეს ყოველ კვირა აკეთებ დონაციას, უფრო ადვილი იქნება თქვენთვის, რომ ერთთვიანი subscription-ი იყიდოთ და ყოველკვირეულად გექნებათ ჩემი ბილეთები. თან არის ხოლმე ისეთი სიტუაციები, როცა ვამატებ ხოლმე ბილეთებს, მაგალითად ბრძოლის დღეს და ეგეთი სიტუაციას თუ იქნება, იმ ჩატში ჩავაგდებ ყველაფერს, მოკლედ ყველაფერს ჩავყრი, რაც მექნება. გამოდის, რომ განსაკუთრებული და ექსკლუზიური კონტენტი მექნება მაგ ჩატისთვის. ამას ვაკეთებ იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ვხედავ, რომ ბევრი არის დაინტერესებული ჩემი ბეტინგით, ჩემი ბილეთებით და ბევრად მარტივი იქნება თქვენთვისაც და ჩემთვისაც
ესეთი ჩატის გაკეთება. ამის მომზადების პროცესში ვარ ახლა და შემდეგ კვირისთვის უკვე მზად მექნება. შემდეგ ვიდეოს როცა დავდებ, ალბათ კონტენტერების ვიდეო იქნება. მანდ უკვე გეტყვით და განახებთ იმ გრუპს, რასაც გავაკეთებ და უკვე შემდეგ შეგიძლიათ შემომიერთდეთ. ოკეი, გადავიდეთ ახლა უშუალოდ ბეთინგის ვიდეოზე. როგორც გითხარით, ის საიტი გაკეთებული მაქვს, შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩვეულებრივად და ნახოთ წინა კვირას რა ბილეთებიც მქონდა გაკეთებული. სულ მქონდა 9 ბილეთი წინა კვირას და ამ 9 ბილეთიდან წამოვიდა 4 ბილეთი, ანუ 4 ბილეთი გამწვანდა, 5 არ წამოვიდა, მაგრამ საბოლოო ჯამში გამწვანებული გამოვიდა კარტი, იმიტომ რომ პლუსში გავედით. წარმატებული კარტი გამოდგა წინა კვირას და დავბრუნდით ისევ მოგების გზაზე. ამ კვირას რაც შეეხება, მთელი კვირა ბეთინგის მხრივ ფიქრობ ამ კარტზე. მთელი კვირის განმავლობაში მეცვლება ფიქები. ერთ დღეს რაზეც ფიქრობ, მე მეორე დღეს ცოტა სხვანაირად ფიქრობ, ესე ხო არა, ისე ხო არა და მოკლედ საბოლოო ჯამში ფიქრობ, რომ ძალიან რთული კარტია ეს საბეთაოდ. თან არის ისეთი ანდერდოგები, რომლებიც მომწონს და თან რაღაცნაირად არ მომწონს რა. მე მაინც რა თქმა უნდა გავაკეთე ბილეთები და მაქსიმალურად შევეცადე, რომ რაც შეიძლება მეტი ბილეთი გავამწვანოთ. ნახოთ მოკლედ როგორი კარტი იქნება. დავიწყოთ ახლა უშუალოდ ჩხუბებზე ლაპარაკი. მივყვები მოკლედ ახლა დავიწყებ და მივყვები გეტყვით ყველა იმ ჩხუბს და ყველა იმ პოზიციას, რაც მომწონს ამ კარტზე. თავიდან ვიწყებთ მესამე ჩხუბით, რაფაელ ტობიასი, ლუკას ფერნანდოს წინააღმდეგ. რაფაელ ტობიასი ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი ანდერდოგია ამ კარტზე. 3.32 ფასეულობა მომწონს ძალიან, უმაგრესი კუში აქვს და ვფიქრობ ძალიან დიდი გზა აქვს, რომ დარჩეს გამარჯვებული ამ ჩხუბში. მძიმე გრეპლერია ტობიასი, მართლა ძალიან კაი ჯიუ-ჯიტსუთი და ასევე აქვს უმძიმესი ხელები. ლუკას ფერნანდო არის ერთპიროვნულად სტრაიკერი და ტობიასმა შეიძლება უადვილესად ჩაიყვანოს ძირს და საბმიშენი გაუკეთოს. დგომში ესე ტექნიკურად რა თქმა უნდა ფერნანდო უკეთესია, მაგრამ იმდენად განსხვავება არ არის დგომში როგორც მიწაზე. ანუ ფერნანდო იმდენად უკეთესი სტრაიკერი არ არის ტობიასზე, როგორც ტობიასი არის ფერნანდოზე უკეთესი გრეპლერი. 3.32 აქვს ტობიასის უბრალო გამარჯვებას და უბრალო ტობიასის აღება მომწონს ძალიან. შემდეგ ჩხუბი ვინსენტ ელუკი ტრეშანგორის წინააღმდეგ. ტრეშანგორი ამ კარტზე ისლამ მახაჩევის ფიქის შემდეგ ყველაზე მეტად მომწონს და მგონია რომ წამოვა. ძალიან მომწონს კოეფიციენტი და ძალიან მომწონს ტრეშანგორის შანსები ამ ჩხუბში. ლუკა უკვე ასაკშია, ხედავთ რომ ნელ-ნელა უკან მიდის. წინა ჩხუბი მოუგო გასტელუმს, ბაზარი არაა, მაგრამ გასტელუმიც უკვე თავის კარიერის ბოლოსკენა, ორი ვეტერანის ჩხუბი ქონდა, აქ ტრეშანგორი ახალგაზრდაა, მშიერია, თქვი პრედიქშენის ვიდეოში რომ შეცვალა ბევრი რაღაც თავის კარიერაში, მაგრად ვარჯიშობს ახლა, მოტივირებულია ძალიან და დარწმუნებული ვარ ყველაფერს ჩადებს ამ ჩხუბში. ტრეშანგორის უბრალო გამარჯვება 1.93 კოეფიციენტით ძალიან მომწონს. შემდეგ ჩხუბი დონტე ჯონსონი ერიკ მაკონიკოს წინააღმდეგ. როგორც იცით, ერიკ მაკონიკოს მყარებელი ვარ. ამ ჩხუბში იმდენად დარწმუნებული არ ვარ რომ მოიგებს, მაგრამ ძალიან კაი კოეფიციენტი აქვს და შანსებსაც ვხედავ დონტე ჯონსონის წინააღმდეგ. დონტე ჯონსონი ძალიან მძიმე დამრტყმელია, აუცილებლად გააკეთებს აქცენტს მძიმე დარტყმებზე და პირველივე რაუნდში შეიძლება რომ დაანოკაუტოს მაკონიკო, არ გამოურიცხავ რომ დაანოკაუტოს, შეიძლება. ხედავ დონტე ჯონსონის პირველი რაუნდის ნოკაუტს, მაგრამ აი თუ გადაურჩა მაკონიკო პირველ რაუნდს, მე ვფიქრობ შეიძლება ნელ-ნელა ამოუკაჩოს და დესიჟენით დარჩეს გამარჯვებული. ვფიქრობ დგომში დატოვებს ჩხუბს მაკონიკო და პირველ რაუნდში დონტე ჯონსონმა რო ვერ დააფინიშოს, დიდი ალბათობით ჭიდაობას დაიწყებს. მაგაზე არ ნერვიულობ, აუცილებლად დაიცავს მაკონიკო თავს და აი რო დაღლის შემდეგ ნელ-ნელა უკრიფავს და მეორე მესამე რაუნდს მოუგებს, დესიჟენით დარჩება გამარჯვებული. მომწონს ძალიან მაკონიკოს 3.02 უბრალო გამარჯვება. შემდეგ ჩხუბი ესტეპან რიბოვიჩი ეცონ ბარბოზას წინააღმდეგ. ბარბოზას დრო წასულია, ასაკშია, შეიძლება ითქვას რომ ვეღარაფერს ვეღარ შვება, თავის ნახევარიც აღარ არის მართლა დარჩენილი წინა ჩხუბში. უბრალოდ არაფერი არ გაუკეთებია ტარანტულას წინააღმდეგ და აქ მგონია რომ რიბოვიჩი ბევრად ახალგაზრდა, ბევრად მშიერი, ძალიან საშიში სტრაიკერია და რაღაცაზე დაიჭერს და დააფინიშებს. ესტევან რიბოვიჩის ნოკაუტი 1.75 კოეფიციენტი მომწონს ამ ჩხუბში ყველაზე მეტად. უბრალო გამარჯვებას 1.17 აქვს, უბრალოდ აზრი არ აქვს ამის აღებას. მომწონს ნოკაუტი და ვფიქრობ რომ შეიძლება ესტევან რიბოვიჩის პირველი რაუნდის ნოკაუტის აღება, რასაც აქვს კოეფიციენტი 2.93 ჩემთან. შემდეგ ჩხუბი ჯალინ თორნერი კაუე ფერნანდეზის წინააღმდეგ. ესეც კიდევ ერთი ანდერდოგი, კი არა და აქამდე რაც თქვი, მე მგონი, ხო, ორი ფავორიტი ვთქვი და ორი ანდერდოგი. ეხლა ეს არის მესამე ანდერდოგი, რაც მომწონს ბილეთებში ასაღებად. ვფიქრობ სტილისტიკურად ძალიან კაი ჩხუბია კაუე ფერნანდეზისთვის, ორივე სტრაიკერები არიან, ორივე მაღალი გამხდარი მებრძოლები არიან. წავა დგომში ჩეხაობა და ეს ჩეხაობა უყვარს
კაუე ფერნანდეს ჯერ არავის არ დაუნოკაუტებია და დგომში ესე სტრაიკინგით არ უჯობნია მისთვის UFC-ში. ჯანი თორნერი კი ყავს ნანახი სტრაიკინგში დაჩაგრული. ფიქრობ კაუე ფერნანდეზი თავისი მძიმე ლეკიქებით შეუტევს. თორნერს აქვს გრძელი უწვრილესი ფეხები და აი ამ ფეხებს დაუზიანებს ფერნანდეზი და ან დააფინიშებს ნოკაუტით, ან კიდე დესიენით დარჩება გამარჯვებული. აქაც მომწონს ანდერდოგი კაუე ფერნანდესის უბრალო გამარჯვება 2.33 კოეფიციენტით. შემდეგ ჩხუბი მაკენზი დერნი ჯილიან რობერტსონის წინააღმდეგ. მაკენზი დერნის მოგება მომწონს, წესით უნდა მოიგოს რა. ყველაფერი იქით მიდის, რომ მაკენზი უნდა დარჩეს გამარჯვებული 1.54 აქვს უბრალო გამარჯვებას და თუ რამე აიღება ამ ჩხუბიდან, ფიქრობ, უბრალო გამარჯვება შეიძლება მაკენზი დერნის, არაა ძალიან დაბალი კოეფიციენტი, თუმცა აი რაღაცნაირი საშიში კოეფიციენტია რა. სნიკი ჩხუბია რა, აი ვერენდობი ვერც ერთ მებრძოლს. შეიძლება ძალიან მოინდომოს ჯილიან რობერტსონმა და აკონტროლოს ძირს და ground and pound-ით დააზიანოს ძალიან და ამ ზიანის ხარზე მოიპოვოს გამარჯვება. წინა ჩხუბებში ვნახეთ, მართლა ძალიან კარგად აქვს განვითარებული ჯილიან რობერტსონს თავისი ground and pound-ი, ძირს მაგრამ ამუშავებდა თავის მეტოქეებს. ადრე როცა ძირს ჩაყავდა, ეგრევე საბმიშენზე მიდიოდა ხოლმე და ეხლა აი აშკარად არ ფიქრობს ეგრე საბმიშენზე, ცდილობს რომ დააზიანოს, დაამუშავოს კარგად, შეცდომა დააშვებინოს მეტოქეს და შემდეგ გადავიდეს საბმიშენზე. მაინც აი რომ ვენდობი მაკენზი დერნის ესეთ მაღალ ჯიუ-ჯიტსუს და ესეთ მაღალ ground skills მაგიტო ვირჩევ მაკენზის რა. ვფიქრობ, რომ გამოუძვრება იმ ცუდი პოზიციებიდან და ისეთ პოზიციაში ძირს თუ ჩაიყვანა რობერტსონმა, რა თქმა უნდა, არ გაუჩერდება, რომ მიიღოს ზიანი, მისცეს რამე სივრცე რობერტსონს საბმიშენისთვის. მერე დიდი ალბათობით დგომში წამოდგებიან, ჩხუბით დიდი ნაწილი დგომში გაიმართება და დგომში დერნი ბევრად უკეთესია და ვფიქრობ, რომ აი ეგრე აუკრიფავს, ეგრე მოიპოვებს ქულებს, მოიპარავს რაუნდებს მაკენზი და დარჩება საბოლოო დესიჟენით გამარჯვებული. მსგავსად როგორც წინა ჩხუბში დარჩა ვირნა ჯანდირობას წინააღმდეგ. ამ ჩხუბში მომწონს მაკენზი დერნის უბრალო გამარჯვება 1.54 კოეფიციენტი. ბოლოს მივადექით მთავარ ჩხუბს ისლამ მახაჩევი იანგარის წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ ისლამი აუცილებლად მოუგებს გარის, არ ვაძლევ გარის შანსებს, ვიცი ბევრი ლაპარაკია, ბევრი ფიქავს გარის, ბევრი ბეთავს, მაგრამ მე მგონია, რომ ადვილი ამბავი იქნება ისლამისთვის 1.27 აქვს. რო რამე ბილეთში შეიძლება რომ შეიყვანო ისლამის უბრალო მოგება, მაგრამ განსაკუთრებულად რაც მომწონს მე არის ისლამის გამარჯვება საბმიშენით. 3 აქვს კოეფიციენტი, მშვენიერი კოეფიციენტია. ვფიქრობ, რომ ძირს გადაიყვანს აუცილებლად გარი ეგრევე შეეცდება ფეხზე წამოდგომას და ამ წამოდგომის დროს დაუშვებს შეცდომას, ან ზურგს მისცემს ისლამს, ან კისერს და ისლამმა თუ შეკრახელები იქიდან გარი ნაღდად ვეღარ გამოძვრება. ამ ჩხუბში მომეცით ისლამ მახაჩევის საბმიშენი 3 კოეფიციენტი. სულ ეს იყო მოკლედ ჩვენი დღევანდელი ვიდეო. გითხარით ყველა ის პოზიცია და ყველა ის ჩხუბი, რაც მომწონს. რა თქმა უნდა, ამ კვირისთვის ჯერ არ მაქვს გაკეთებული ის ტელეგრამის ჩატი და ჩვეულებრივად ისევ კისაჯის ლინკი აღწერაშია, ვისაც გაინტერესებთ ჩემი ბილეთები, შეგიძლიათ დამიდონატოთ, თქვენი მეილი მიუთითოთ და ჩაგეყრით ყველა ჩემი იმ ბილეთს. რა თქმა უნდა, იმ ტელეგრამის ჩატს როცა გავაკეთებ, იქ იქნება ერთთვიანი subscription-ი და ვისაც ესე ყოველ კვირა უნდა, იმათთვის უფრო ადვილი თემა იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა, ესე კვირეულად შეიძლება ითქვას ერთჯერადად, ვისაც და გაინტერესებთ ჩემი ბილეთები, შეგიძლიათ რა თქმა უნდა შემომიგდოთ დონაცია კისაჯიდან, მიუთითოთ მეილი და ესე ჩაგეყრით ჩემ ბილეთებს. დაგემშვიდობებით ახლა დასასრულს შეგახსენებთ დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი თუ არ გაქვთ გამოწერილი და დამიწერეთ კომენტარები რას ფიქრობთ ჩემ ფიქებზე, როგორი ფიქები გაქვთ თქვენ, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Peace out.